მოგესალმებით მეგობრებო, მე მინდა დღეს რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი. პირველი კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძებრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლის ყველას ჩვენ საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალა გურიაში. ამის თქმა მოგიდურებამ შეიძერა ორი ახალგაზრდა ბავშვი ცოცხლად და ერთი ხანდაზმული ქალბატონი შეეძირა. კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და უთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მინდა საზოგადოებას მიმაწოდო ინფორმაცია თუ რა გაკეთდა დღის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებული იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განმარტო, რომ სტიქიური გერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთში, ლანჩხუთში 15. დღის მდგომარეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონის სამაშველო ორგანიზებაში 200 სიმაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილი არის 152 ადამიანი. გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმინდა მონაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუებით 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა მოწოდებით მიმართო, თხოვნით მიმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელი არის ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და აუცილებელი არის მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ მიმართ ამ ოჯახებს, რომ მიიყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში განთავსებული არის 110 მოქალაქე. ყველა ადმინისტრაციული ერთეულთან ჩატარებული არის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, აღდგენილი არის როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით გადაადგილება. გაერთიანებული წყალმარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად სასმელი წყალი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სრულად მიეწოდება უკვე. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მინდა გითხრათ, რომ პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო 8000 აბონენტი, დღეს სრულად აღდგენილი არის ყველა მათგანი, ხოლო ლანჩხუთში დღეს გათიშული იყო 7000 აბონენტი და დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი, დღის ბოლომდე 200 აბონენტს აღუდგება დენი. რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 215 ოჯახს. პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს, ჩვენ დავითვლით სტიქიის შედეგებს ზიანს დავითვლით და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვინც ეს სტიქიური ვიდოება შეეხო. რაც შეეხება გაზს, სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთში და ლანჩხუთში გათიშული იყო 3627 აბონენტი. დღეს მდგომარეობით ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს. ახლა მიმდინარეობს აქტიურად გზის გაწმენდის სამუშაოები სოფლებში. ამის შემდეგ უკვე კომპანია სოკარი აღადგენს გაზის მიწოდებას. ოზურგეთში და ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია ჯამურად 100 ხიდი და მილხიდი. ეს მდგომარეობაა. მობილიზებული არის ყველა სახელმწიფო უწყება. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაუხადო მაშველებს, ყველა კომპანიას და სახელმწიფო უწყებას, რომლებიც ჩართული იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენი დეპუტატები, პარლამენტის წევრები, პარტიის ხელმძღვანელობა ადგილზე იყვნენ ჩასული, ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დაუდგებით ჩვენს ხალხს. ახლა კიდევ ერთ საკითხზე მინდა ჩვენს მოქალაქეებს გავაცნო ჩვენი გადაწყვეტილება. მოგესალმებით, წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა. ესე იგი, ჩვენმა მოქალაქეებმა ბევრმა დაირეგისტრირეს უკანონოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამას დაკავშირებით. ასე რომ ჩვენ ქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან, ასევე პარლამენტთან გავიარეთ კონსულტაცია და გამოდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე. ეხლა მინდა განმარტო თუ რას გულისხმობთ. ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ზე და 362 მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტიის ფარგლებში ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მჟავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე
დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან მინდა აღნიშნო, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად დაანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. აქვე უნდა განმარტო, რომ ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწნაკვეთზე, ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფო სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების ექვივალენტური თანხის გადახდის გზით. დეტალებისგან რომ ასე ვთქვათ, გადავღალო საზოგადოება, მე მინდა ვთხოვ ბატონ რეზო ჯავერიძეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ მთავრობის დასრულების შემდეგ დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეებს, თუ რას გულისხმობს აღნიშნული ამნისტია, ეს პროექტი გაკეთებული გვაქვს, ჩვენ ამ პროექტს გადავუგზავნით პარლამენტს და როგორც მოახსენეთ, ამნისტია გაათავისუფლებს ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს და ეს ტვირთი მოეხსნებათ, ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნა ამის შედეგად. ესე ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, ან თუ არ დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, ის გადაიხდის შესაბამის ღირებულების თანხას და ამით მოგვარდება ეს საკითხი. ასევე მინდა კიდევ ერთი დადებითი პოზიტიური ინფორმაცია გაუზიარო ჩვენ სტუდენტებს, მოგესალმებით, რომ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი მინდა გამოვყო ჩვენი განათლების საერთო ცენტრი, ზოგადად მინდა გითხრათ, რომ უკვე წლებია ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნულ ცენტრი, 1000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტი გაუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ასევე შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას. ეს არის განსხვავება. ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტები შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არამატო სახელმწიფო წყაროებში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს რა თქმა უნდა ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით. მეორე მიმართულება რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი წარჩინებული მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დახმარება და დაფასება უпроსოდ მათ სახალისება ერთგვარი სტუდენტების სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ დახმარება, ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ. დღეიდან გახდება 300 ლარი თითო სტუდენტზე და 5000 სტუდენტი მიიღებს წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს რა თქმა უნდა შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი ქვეყნის ჟესტი და დაფასება ჩვენი სტუდენტების და ეს კრიტერიუმები, რომელიც შემუშავდება, დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. კიდევ ერთ საკითხზე მინდოდა გამეკეთებინა მცირე კომენტარი. მოგესალმებით, რომ შარშან ჩვენ გვქონდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენები, ისტორიულ მაქსიმუმზე იყო 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა შარშან. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. ეს ხო ისტორიული მაქსიმუმი. წელს მეგობრებო, ასევე ძალიან კარგად დავიწყეთ წელიც. მეორე კვარტალში თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების. რამაც შეადგინა 505 მილიონი დოლარი მეორე კვარტალში. და ჯამურად პირველ 6 თვეში, იანვარ-ივნისში, მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სახით. რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადაროთ 2019 წელს 88%-ით მეტი არის ეს მოცულობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აქ პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად. ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში, ენდობიან ამ გარემოს, რომელიც შექმნილი არის, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და ზოგადად პროგნოზირებადობას და ეს ძალიან საცხაროა. აქვე მინდა
კიდევ ერთხელ ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს შევახსენო. არაფერი არ იქნებოდა და ყველას ვინ სკეპტიკოსია. არც ინვესტიციები არ იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა არ იქნებოდა, პირიქით იქნებოდა ალბათ -10 და უფრო მეტ პროცენტში ვარდნა იქნებოდა ეკონომიკური ვარდნა, -10%-იანი და პირიქით გადინება მოხდებოდა კაპიტალის. რომ ყოფილიყვნენ, ხელისუფლებაში ყოფილიყო, აი ეს სამშობლო გაყიდული არ მოვერდება მის თქმას. უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები. ეს არის თავარი სხვაობა. ჩვენ რა თქმა უნდა ამას შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო მეტი ინტერესი არის ჩვენი რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს, ეს რა თქმა უნდა ამყარებს ჩვენს ეროვნულ ვალუტას, ზოგადად ძალიან კარგია რომ მეტი ინვესტიციები იდება ეკონომიკაში. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ქვეყნების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებულ სამეფოდან. ევროპიდან არის შემოსული ძირითადი ინვესტიცია, ისე როგორც პირველ კვარტალში და ეს ძალიან გვახარებს რომ შემოდის უცხოური კაპიტალი ქვეყანაში. ეს კიდევ და კიდევ მიუთითებს იმაზე რომ სტაბილურობაა ქვეყანაში და ისინი ინდობიან ჩვენს მიერ შექმნილ ამ კონკურენტულ და თავისუფალ გამჭვირვალე გარემოს, რომელიც ჩვენ შევქმნით ბოლო 10 წელია ბიზნესისთვის. ეს ვითარება ასევე მინდა შედარებისთვის კიდევ ერთხელ მოვიყვანო 2020 წელს მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი. წელს 80 მილიარდ ლარამდე. ანუ ბოლო 3 წელში 30 მილიარდი ლარი დაახლოებით 30 მილიარდი ლარი გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის $8,000-ზე გადის წლის ბოლოს. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ნახტომი, ამას შეიძლება შენარჩუნება, დაცვა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მე ამასინათ გავაკეთე ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში კომენტარი და ვთქვი რომ შედარებისთვის 2012 წელს ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო თუ სწორად მას $2 მილიარდ მეტი დაახლოებით და ამდენივე ლარში. ახლა არის 23 მილიარდი დოლარი თუ არ ვცდები. და ამდენივე არის 22 მილიარდი არის ლარში. გაათმაგებული არის ჩვენი ასე ვთქვათ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა. გაათმაგება, ანუ ხალხი მდიდრდება, ეს მაგას ნიშნავს ბიზნესი ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, იზრდება, ძლიერდება და რა თქმა უნდა ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. რაც დაიწყო ბატონმა ბიზნე ივანიშვილმა და გაგრძელდა შემდეგ ბოლო 10 წელია ამ კურსთან ტრენდს მივხვებით და ვინარჩუნებთ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ბოლო საკითხზე მინდა კიდევ ერთხელ თქვენ საზოგადოების განმარტო რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი განცხადება მივიღეთ. ამის თავზე ქონდა ეკონომიკური საბჭოს მსჯელობა. ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შარშან $3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის რაოდენობით შემოსავალი მივიღეთ პირდაპირ შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით რომ კიდევ უფრო მეტი იქნება 4 და 4.5. ალბათ სავარაუდოდ ასეთი პროგნოზი გვაქვს. ჩვენ მუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიტოთ ქვეყანაში. იცით რომ მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტების მოზიდვა, ასე ვთქვათ, ჩამოყვანა საქართველოში. ამას სამიზას ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად სტრატეგიულ თანამშრომლობის გაფორმება, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი რა თქმა უნდა იქნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. ამიტომ მივიღეთ განცხადება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. დღეიდან ჩვენ მე დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ და რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სამახარისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტების ჩამოსასვლელად საქართველოში. ჩინეთი საერთოდ მინდა თქვა რომ და ზოგადად ჩინელი ტურისტები სოფლიოში ითვლებიან როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. მთელ სოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ასე რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირ ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც, ტურიზმზეც და
ნახოთ ფრენების საკითხზეც. სხვაჟოდ მინდა აღვნიშნო ეფექტურობა ზოგადად ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირ ფრენების საკითხზე. ჩემი შეხვედრიდან პრემიერთან რამდენიმე 2-3 დღეში დაახლოებით უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. და ჩვენ გვინდა რომ დავამატოთ მეტი რეისები პირდაპირ ფრენები ჩინეთთან და მეტი ტურისტი გვინდა რომ ჩამოვიდეს. არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდეს მეტი ტურისტი. მეტმა ქვეყანა, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და იმაჩნევა ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ გეცდება. აი ამ საკითხებზე მინდოდა თქვენი ინფორმირება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.